მართლა კი არა, ხუმრობ. გამარჯობა. რა ბაზარია თქვენთან? ჩემთან ძალიან კარგი ბაზარია. ეს არის გადაცემა რა ბაზარია? ვარ ბაზარში და სხვათაშორის ძალიან ბევრი სტუმარი მყავს დღეს. პირდაპირ ამფითეატრში, მაგრამ რა კარგია ტაში. ტაში ძალიან უყვართ მსახიობებს და ტელეწამყვანებს. ძალიან უყვართ და დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ აქ ხართ, თუმცა ვინც აქ არ ხართ, გეტყვით იმას რომ პირდაპირ ახლა ამ წუთებში ბაზარის Facebook გვერდზე შეგიძლიათ ლაივში მიყუროთ დღეს. ხვალ უკვე შეგიძლიათ რომ YouTube-ზე მიყუროთ, ხვალ. და ასევე შეგიძლიათ იცით რა, დამასაბსკრაიბოთ, დამალაიქოთ. დამაკომენტაროთ და თუ ეს ყველაფერი არ გინდათ, მაშინ პირდაპირ აქ მოდით ხოლმე სამშაბათს და აქ დამასაბსკრაიბეთ პირდაპირ. მეც დამასაბსკრაიბეთ და ჩემი სტუმრები დაალაიქეთ. იმიტომ რომ ესენი უკვე დასაბსკრაიბებულები არიან. საშიერი სიტყვა, ვერ ვამბობ მე ამ სიტყვას. ესენი მე ახლა რაღაცებს აკეთებენ აქ, ვითომ ცდილობენ ჩემს ფსიქოლოგიურად დაცემას, რაღაცებს, აი მუცელი გამოგივარდაო, გამავფრთხილე რომ მუცელი თუ გამომივარდება მეთქი. გამავფრთხილე თქო და გამავფრთხილა ეგრევე კარგი ბიჭი ხარ. და უკვე წამოვსა ვინ არის. მოკლედ, დღეს მყავს ძალიან მაგარი სტუმრები. ну ყოველთვის მაგარი სტუმრები მყავს, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია თამასა აწეული აქ და თამასას ვეღარ დაუწევ ვერანაირად. ფიზიკურად არ გამოვა ეს ამბავი. რატომ გიყვირით, არ ვიცი. სულ რატომ არ გეჩხუბებით, პრინციპში უბრალოდ ესეთი ვარ. მოკლედ, ესეთი ბიჭები არიან. ну ხან ყავს ლამაზები, ხან არალამაზები, ხან ხიარულები, ხან ჭკვიანები, ხან ნიჭიერები, ხან უშნოები, ხან ძალიან უშნოები, ხან ასეთები და ხან ისეთები და მოკლედ ნიჭიერებიც ვთქვი და დღეს არიან ბიჭები როგორები, იცით, აი ყველაფერი ერთად არიან რა, ნიჭიერებიც არიან, ლამაზებიც არიან, უშნოებიც არიან, ჭკვიანებიც არიან, ძალიან პოპულარულებიც არიან და თან რიბაკი ბიჭები არიან. წარმოგიდგენია? რიბაკი ბიჭები პირდაპირ ადგნენ და ფოთიდან ჩამოვიდნენ ჩემთან. ჩემ გამო, რა ბაზარიას გამო და დღეს უკან მიდიან. ხო და რა ბაზარია მარტო? მე ხوار აფრენთ. ეხლა გავიგებთ რა ბაზარია. ეხლა გავიგებთ რა ბაზარია. მუცელი. გამარჯობა რუსკას მაყურებელ კოცნით გეხვევით. სრულიად შეგნებულად. რა კარგი ის მოგიწყვია სტუდია. ხედავ რა მაგარია. ამ ხელა მულტიფუნქციური სივრცე, ჩვენს ხედავთ შუაში, აქ მიდის სიცოცხლე, ხალხი ჭამს, სვამს. იქ შეყვარებული, იმ დღეს მაგალითად ერთი შეყვარებული მეორეს დაშორდა. ძალიან კარგი, ძალიან კარგი, ახლა ორი თავისუფლები არის. ვიღაცამ ხელით ხოვა. ყველაფერში კარგი უნდა დაინახო. ხო, მაგრამ ნახე, აქ იცი როგორი პონტია, რომ ყველაფრის დანახვა შეგიძლია, რა ხალ მარტო დაშორდა და გაიქცა ის გოგო. მე ამ წინა სამშაბათს კიდე ხელით ხოვა ეს, მოკლედ, აი მაგარი პონტებია რა აქ რა. ისე ვისწვილი ხوار იყო. ხომნის მერე ხوار დაშორდა. არა. სხვათა შორის კამერებს მიღმა კარგად. კარგად. ხო გახსოვს, ხო ამაღლა უნდა ილაპარაკო, იმიტომ რომ აქ როგორ არა, კამერებს მიღმა მინდოდა მეთქვა, მაგრამ მე გადავიფიქრე რომ ყველას მაყურებელს ვანახო რომ ხო, მაყურებელს ვანახო რომ არც აქ შეგიძლია გულახდელი იყო ბოლომდე და შეგიძლია თქვა რომ არ ხარ შეგიძლია შენ პრობლემებზე ილაპარაკო. ძალიან ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ პირველი რომ ალექსანდრა მოიწვია და მე მოვიწვია ჩვენი. ვითომ რაოდ თქვენზე ლამაზიაო თუ არა, კაი, თქვენზე ლამაზი ჩემი აზრით ხა არა. მე ვერ მომიტანე ყვავილებს. შეგონია ხა კიდე ყვავილების გარეშე. ეს უკვე შეგვიძლია ხო გავხსნა. კი, ეს არის Starbucks-ის ოფიციალური წარმომადგენელი. ეს არის ნამდვილი Starbucks-ი. აი, ამერიკებში რო სვავენ, ხო იცი? კინოს ყავა. კი, კინოს ყავა და თან ძალიან გემრიელია. მომიჭახუნე. წინას და შენ ჯღრევ ყავით არ მოჭახუნე. მოდი ჯერ ყავა დავლიოთ და მე უკვე დავლიოთ სიდრი. ეს მაიმუნობები. აი ეს ყველაფერი ძალიან გემრიელია, ეს მაიმუნობები ყველაფერი ძალიან გემრიელი. შენ გახსოვს თვალი რომ ამომთხარე კი ნახა? არა. რატო არ გახსოვს? ხშირად ვთხრით ლებს. არა, მახსოვს, უბრალოდ გეხუმრე მაშინ. ეს თამაში იყო ასეთი. არა, ძალიან რაღაცნაირად აი გასაგებია რატომ არ მოგვიწია გულში ჩაუდია. გულში არ უნდა ჩაიდო არაფერი. არა, მეტყინა. ჩვენ მოვედით შენს დასაბულინგებლად. შენ დასაბულინგებლად მოვედით აქ? და გულში ნუ ჩაიდეთ. მე არა. გულში ნუ ჩაიდეთ. იცით რა შეასაქმე? თქვენ მე რაც არ უნდა მაბულინგოთ, ისე მიყვარხართ. რომ საერთოდ არც ერთ სიტყვა თქვენგან არ მეწყინება. გაიხარეთ. ამიტომ შეგიძლია ხა რაც გინდა, სხვებისთვის რაც გინდოდა გეთხოვს, სხვებს სხვა დაგებულინგები და მოდი კაცო, აგერ მე მაბულინგე. თუ ხარ მაგარი. არა კაცო რა, მე რაც მინდა ყველას უთხარი უკვე. მოიცა დასაბულინგებლად მოვედიო და რატო არ მაბულინგე? შიგადაში რამეს მოვიდი. მიდი თუ ხარ მაგარი, მიდი შიგადაში გა. აი სანამ დამაბულინგე. მაზე უთხარია ბარა. მაზე? საჩუქარი ვახსენე და არ მიმჩნე? კილები მოიშორე? კილები ყოველ ზაფხულს ყავს. ანუ გამორიცხულია რომ ყოველ ზაფხულს კილები არ ყავს. გასაგებია. შენ? მე არა. აქ არ გესცევია? არა, არც ამ ხარეს მოიშორა კილები. არც ხელა. არის გეუბნები რაღაცა არის. განეთავი.
შენ ლამბერსექსუალი გახდი? ზრდი. კარგი, ბიჭებს დაუდიათ სანაძლეო, რომ შენ თუ არ შეიჭრით მას? მას. ანუ შენ არ უნდა შეიჭრათ მას და შენ გაიზრდეთ წვერს. ხო, არც ერთმა არ უნდა შევეხოთ არც ერთი არ უნდა შეეხოთ ამის ზემოთ არსებულ თმებს. ამის ზემოთ? ხო. ამის ქვემოთ? ამის ქვემოთ უკვე რა თქმა უნდა მოწესრიგება მინდა. არ შეხება იყოს, საერთოდ არ შეხებოდით არანაირ თმას, ძმაო. რთულია. რატო? ჯერ ვიწყეთ შენ მარტივიდან, ვისთანაც გინდა მასეთი სანაძლეო გავართული. გავართული. აი საჩქარი მინდა მოგცემ, სანამ დავიწყებ კითხვას პასუხის. უკვე არა და გადაცემის ბოლოსაა ხოლმე. გადაცემის ბოლოს ძალიან დიდი. მოკლედ. ასე მალე გვიშვებენ, ან ესეთი ვარიანტი შეიძლება მე იყოს. მაქვს ესეთი პიპინიკები. ყველაფერი როგორი რები? რუსანაფორდი რექვია. ესეთი საოცარი ბრენდი ამ ბაზარს ვერ გავაჩერებ, ხო ჩვენა ჩუმად. არა, ვერაფერს ვერ გაჩერებ. რუსანაფორდი რექვია, სადაც ყველაფერი აპიპინებს. ვა. მაისურები აპიპინებს, საცურაო კოსტიუმები აპიპინებს, ფეხსაცმელები აპიპინებს, კაბები აპიპინებს, ჩანთები აპიპინებს. თქვენ შეგირჩიეთ მაისურები. ერთი სული მაქვს, როდის გავხსნი. განახო, აბა? ხა რომ მიყარ ხართ? დედა. აბა დააპიპინოს? რომელი ფერი? ეს ფერია და კიდე? ძალიან მოდი, ჩემი აზრით შენ მოგიხდება ეს ფერი. მე ეს ხო? ერთი მუქი ალბათ, ხო? არა. მაგრამ შვენიერია. შენ მოგიხდება ეს? დათვინდა ეს ამოღებული და დაკიტინებული. შეიძლება ეს მე დავაპიპინო. ის დაკიტინებული. აპიპინეთ, ხალხო, იცით როგორ გაერთობი? ვერ მოგონე მივაგინე. სიმადლობა ძალიან მოვწონ. სულამი თვილი. აი აბა მადლობა და შემდეგ შეხვედრამდე და ასე ჩავიხუტე. კარგი, შეხვედრამდე. გადავიდეთ ახლა კითხვა პასუხის რეჟიმზე. ეს ასე დავდოთ აქ მაინც ხო სარეკლამო. ხო, თან გავარეკლამეთ თქვენზე. სხვათა შორის აქ გამოვაჩენ მე. პირველი სტუმრები ხართ, ვისაც ვაჩუქეთ ჩემი პიპინიკი, ჩვენი პიპინიკები, სხვათა შორის. ახლა უღმესი მადლობა. ანუ ეს იმის და გონია რომ გამოასწორებ იმის შეცდომას მე. არა, გამოვასწორე შეცდომა ჯერ ერთ-ერთი საოცრად მადლიერი ვარ თქვენი, რომ ჩამოხვედით ჩემ გამო, აი, ხარ. თქვენი გადაცემის გამო, რა ბაზარიას გამო და მიდიხართ უკან დღეს. ანუ მაგისთვის ერეკი ძალიან გაგვიყარდა რომ რუსკამ ესე დაგვიძახა და თქვენ ხართ გვახასა. ისეთები, რომ მე ვარ დარწმუნებული, რომ ყველა გეძახით სულ ყველგან, იმიტომ რომ არ ვიცი, ძალიან საყვარლები ხართ, ვარ და ორი ცალი, საერთოდ როგორ დაიწყეთ ეს ყველაფერი? საიდან მოიტანეთ ეს სისულელე? ეს საოცარი სისულელე, რომელზეც მე ვგიჟდები, რომელზეც ყველა გიჟდება და საერთოდ საიდან მოიტანეთ ხო? მაინტერესებს. საიდან დავიწყეთ იმას გეტყვი მაშინ. დავიწყეთ ბაღიდან. ბაღიდან? ბაღიდან მე უკვე ისეთ რაღაცებს ვაკეთებდით, რაც არ იყო ლოგიკური და ბავშვს არ უნდა ეკნა. აბსურდულ რაღაცებს ვაკეთებდით. ერთად. ხო, მე სკოლაში უკვე გავაძლიერეთ ეს ყველაფერი. დიდი იმეებით ვაკეთებდით. უმაღლესი განათლება. უნივერსიტეტში საერთოდ ბოლო ლეველზე ავედით და მე ვთქვი, მოდი, ორი კაცი ვერ იტევს ამას, მოდი ვანახოთ სხვასაც და უსაქმურობის პერიოდი რო დაგვემთხვა, ბრახ დავიწყეთ და ესე. კაი, და ამ ყველაფერს ვინ უყურებდა? ბაღში ანუ ბაღის თქვენი ბაღელები უყურებდნენ, მე ბაღის პროგრამა მქონდა ბაღში. ინსტიტუტის ჯგუფელები უყურებდნენ და მე დათუნიებზე ხუმრობდი. მიზე? დათუნიებზე. ბაღის პროგრამა რა? ბაღის პროგრამა. აი რა საკეთე? ბაღში? ხო. თუ გახსოვთ. არალეგალურებს? ხო. დავჭერით ერთხელ ბაღენ. რა? ამან მოიტანა ჯაყვა და ის პატარა გასასვლელი და მივიტანე. ნეტარა და ამან იქიდან ჯაყვა ხარა და მე ის უსაჩქა. შემთხვევით ეს შემთხვევით მოგვიდა და იმაში ჩემ მივხვდი. ბაღებს. ხო, არ ვიცი ვინ იყო. კი, კიდე ხელები დაუწვი ერთხელ ჩემ ბაღებს, ესე ითვობდა ტრუბაზე და ესე მივადებდი მე. იცით რომ ეგ რაღაცებს ესე საყვარლობებს ვაკეთებდი სულ. სულ. იცით რომ ეს ეგ რაღაცებს ვაკეთებდი? აი მე იმიტომ შევიკრიბეთ ახლა. აი მაგიტომ ევასწრებდი. შენ რა გაქვს ისეთი დანაშაული? მე სხვათა შორის საოცრებებს ვაკეთებდი, დედაჩემი საწყალით სულ გამოძახებული იყო ემაში რა ქვია სკოლაში. კი, მე ერთხელ ამოუდე ეს ისინი რა ქვია მას. რა ქვია, კრაკები რო იყო. ჭიკარტი? ჭიკარტი, ეს ჩვენი მასწავლებელი მოკლედ სულ ხელებს ურტყავდა მაგიდაზე რა, ესე ურტყავდა სულ 24 საათი ურტყავდა, ნუ არ ჩერდებოდა და დაარტყა ჭიკარს ხელი. ამ იმის რა ქვია. კაი, აღარ გაგზელო, მივხვდით უკვე. დავად შეულაგე და ერთი ხელს რო დაახეთკა და აყვა ეს შენი ჭიკარტი? ეგ ერთი. რატო ვერ დაინახა? ეს ტყუილია. მასწავლებელი, იგივე მასწავლებელი სკამზე. სკამზე დავუდე მაინც გეტყვი. სკამზე დაახატე ტრაკი? ტრაკი დავახატე ესე რა მგვალად და სულ შავები ეცვა. თავისი გაჭირება ქონდა იმ დროს შავებით დადიოდა და ამან რა რო გაუგეთა. კალი გლოვობდა რაღაცა და ამან შეიძლება ასუსტება. ადგა და ესე
დიდი ხოდა და ესე მთლიანად ესე დიდი პატარა ტრაკიანი ბაღის მასწავლებელი მე საერთოდ არ ვიცი. რა ვიცი არაჯერა გული დაგეხატა და რა. ახლა არ ვიცი როგორი სიტუაციაა ბაღებში, მაგრამ საშინელი ბავშვი ვიყავ მე. მაგიტომ მე ვასწავლე და გადაცემა მქონდა მეგობრები, ეს იყო გადაცემა მეგობრები და ეს იყო კლასი შეიკრიბებოდა ხოლმე და მე და ჩემი მეგობარი ამ გადაცემას ვაშევთ, მაგრამ იმისთვის არ მოხვედით მე ვილაპარაკო. ჩვენ რესურს ცენტრში ვიყავით სკოლის სახელით. სკოლის სახელით გაგვაგზავნეს ერთხელ რესურს ცენტრში, როგორც წარჩინებული მოსწავლეები არა, ჩვენ ცალკები ვიყავით, სწავლობდით განათლება, სულ გვიყვარდა და ასე შემდეგ და გაგვაგზავნეს ჩვენ ორი და რა მოხდა მე მოყევი. გამოგვაგდეს. რატო? იმიტომ რომ მაიმუნობდით იქ. პირველ ხუთში გამოგვაგდეს შეხვედრა. რესურს ცენტრის დირექტორს დავცინეთ ბოლო აქამდე მივედით. როგორი ამბავი იყო, იცი, ყველა ჩვენი სკოლის პრობლემებზე უნდა გველაპარაკო, რომ ეს პრობლემები გადაწყვეტილიყო და ერთი ამბობს, რომ ჩვენო ბუფეტი არ გვაქვს რა, მაგრამ ისეთი კარგი ის გვაქვს რა, ეზო სკოლაში. არა, მანამდე თქვეს რომ ისო რა გაკეთდა სკოლაში და ჩვენო ესე სკოლის თვითმმართველობა მობავშვებმა ვდექით და გავამწანეთ ეზო და მე პრობლემებზე რომ მინდა საქმე პრობლემებზე ბუფეტი არ გვაქვსო. მეთქი ბუფეტი რა გინდათ, ისეთი ბუნება გაქვთ, გადით ბუნებაში ჭამეთ, რა ჯობია ბუნებაში ჭამას. აქ გაგვაფრთხილეს. მე ამა ეს რატომღაც აკვირდებოდა რესურს ცენტრის დირექტორის შარვალს და შარვალზე აღმოჩნდა ბარსელონას ლოგო და ესე მომახედი და შეხედეო და შევხედე და ამიტყდა სიცილი და გააგდეს ეს ჯერ მე გამაგდეს და მე ჩუმად ვიჯექი მე გავისუსე და შენ არ გამოგაგდეს გამომაგდეს მოღალატე არა კაცო რატო ერთი უნდა იყოს შიგნით იქ შიგნით ტყდება ხო იცი ამბავი რო გამოიტანა. არ გესდება. აი გვეტყობა ერთმანეთი რო გვესდება. აი ხო რა ვიცი ახლა ყველაფერი მასზე, იმიტომ რომ ერთ ბიზნესი გაქვთ, YouTube არხი გაქვთ, ერთად მუშაობთ, მაგრამ ეს ბავშვები და ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, მაგრამ ტაიმაუტები გვაქვს ხოლმე რა. აი რას ნიშნავს რა ტაიმაუტები? 3-4 დღე შეიძლება ერთმანეთი არ ვნახოთ და მე რო ვნახულობთ ის დაგროვებულია ყველა ერთად, სისაშინლე რას თქმა გვინდა და ხო? ოც შემალებით ერთმანეთს ერთხელ ორი წელი ვერ ვნახე. რატო? ინაღამ გული გამიჩერდა. 2 წელი არ იყო, სად იყო 2 წელი? 6 თვე მე ისე ჩამოვიდა ნაცემიდან. საზღვარგარეთ ვიყავი და ვერ ვნახულობდი და სხვათა შორის მაგარია, დიდი ხანი რომ ვერ ვნახულობ, მე გროვდება ეს ყველაფერი და საოცარი ვიდეოები გამოდის. ვიდეოებს როგორ თქვით? ანუ რამე ფაბულა არსებობს, წერთ რაღაცა სცენარივით, ან რაღაცა, აი პირდაპირ დგებით. ავიდეთ და ეს ერთადად ვარჩევ ლოკაციას და ესე ფურცელზე ხომ უნდა ჩამოწერო, რაც უნდა გააკეთო და ორი რაღაც გვიწერია ამ ხელა ფურცელზე ლოკაცია და არ დაგავიწყდეს სპონსორის გამოცხადება. ხო. всё. ეს არის სპონსორებს რა ხდება? ეს არის ერთი სპონსორი ყავს სტაბილური. სტაბილური, რომელიც კარგი და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მისთვის რომ რიბაკ ბიჭებს გვერდში უდგახართ, იმიტომ რომ ესენი ყველას გვჭირდება. ეგ ერთი. კარგი, ახლა იცი რა მაინტერესებს. აი რა შეიცვალა იმის მერე, რაც აი ძალიან პოპულარულები გახდით. ფოტოებს იღებენ. რა შეიცვალა? ხო. ერთი კიდე რა შეიცვალა? რა შეიცვალა? აი თავში აგივარდა? შტერულად, როგორც ემართებათ რამდენი რა უნდა მივარდეს თავში? საკმაოდ ბევრი იუთუბერს დაემართა ქართულ სივრცეში. ჩვენ ეხლა არ მიგვიწერია იმ ლეველს, რომ თავში აგვივარდეს, არ მე ვიცი. მგონია რომ თქვენც რომც მიაღწევთ. ჯერსეთი ახლა ჩემი აზრით ძალიან ყურებადები და ძალიან. არა, მასე წინასწარ არ შეიძლება მე ვსებთი არასდროს არ უნდა აგივარდეთ თავში, არა? ასაგებია კი, მაგრამ ხო ვერ იტყვი არ ამივარდება. შენ უკვე აგივარდა. მე სხვათა შორის ძალიან რეალური გეგმა მქონდა რა, YouTube-ი რო დავიწყე, ძალიან რეალური გეგმა გავხაზე და როგორც წარმომედგინა ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა. ანუ ჩემს ცხოვრებაში ეგრე არასდროს არაფერი არ მოხდა რა. და კიდევ კარგი ეს მოხდა რა. ანუ რაღაცებს ვარაუდობდი რა, ამ პერიოდში ამდენ ვიდეოს დადებს, ამდენი ვიდეო, ამდენ გათვლები ქონდა რომ ეს ესე უნდა გავაკეთოთ. ზუსტად ერთ წელში 50000 გამომწერზე ავედით, ამას ვარაუდობდი. და ეგრეც მოხდა 60-მდე გვაკლია ძალიან ცოტა 100 რაღაცა გამომწერი 60000-ამდე. ახალ ძალიან. და იმედია რომ გადაგეხმარება და ჩვენს არხს მიუთითებს აღწერაში და ის 100 რაღაცა კაციც გამოგზანდებით გამოგვიწერთ. მე ხა ჩემს Instagram-ზე რომ დავდებ, ეხლა რომ დავამთავრებ live-ს Instagram-ზე რომ დავდებ, თქვენს Instagram-საც მიუთითებ, თქვენს YouTube link-საც მიუთითებ, ჩემსაც მივაყოლებ და აი ესე არაჩვენოთ ჩამოვართოთ ესე ხელეს. არ იქნება ესე გავაერთიანებთ კომუნიკებს. აი ერთმანეთზე მომიყევით რა. რა არ მოგწონს შენ სამი რამე მითხარი. რა არ მოგწონს? რა არ მომწონს ლუკაში? ხო, ლუკაში რა არ მოგწონს? და პირიქით. პირველი არ მომწონს რომ ძალიან ჯიუტი ადამიანია.
ხო, პირველი ჯიუტია. ჯიუტი არ ვარ, მე ვარ. ანუ იცის რომ რაღაც არასწორია და იჩემებს და მაინც იმას ამბობს და დაჟე ხვდება რომ მე მივხვდი რომ ის არასწორია და მაინც მაჯერებს უნდა და მაინც თავისას ხო, ჯიუტია. კაი. მეორე რა არ მომწონს? მიდი უფრო ძლიერად. უფრო ისე გავაგიჟო. რომ მე უარესები თქვა. ერთმანეთში უნდა ის რაც იდეით მომედით ამასთან ისე. საერთოდ მახსოვს რომ ჩემ დასაბულინგებლად მოხვედი და მიდი. გადავიფიქრე. მეორე არ მომწონდა რომ სულ თვას იხოტრავდა და როგორც ჩანს ხედავთ ჩემი ინიციატივით ესეთი ლამაზი ქოჩორი ამოუზარდე და უკვე ესეც მომწონს. მოიცა ჩვენ არ ვლაპარაკობთ რა მოგწონს მოწონებაზე მე გადავა. ხო რა არ დაუწყო მოფერება რა არ მოგწონს მეთქი და ეფერება და მომწონსო ის. ანუ მივხვდი რომ შუღლის ჩაგდება გინდოდა თავიდან და არა არ მინდა უბრალოდ მაინტერესებს სამი რამ რაც შენ არ მოგწონს ლუკაში და ლუკას არ მოგწონს ლაშაში. კარგი. ერთი არის ის რომ ჯიუტია, მეორე არის ის რომ ზარმაცია. ხო. მესამე. და მესამე არის ის რომ მესამეს ვერ ვიხსენებ, პრინციპში ორია. ჯიუტია და ზარმაცია. მე არ მომწონს რომ ჩემი მოვიდა ჩემი ჯერი თუ კიდე შენ არ მოგწონს ლაშაში. ლაშაში. ბებს იგინება და всё. აუ. გინებაზე სასიამოვნო რამე არის? ანუ მე რო ვიგინები წყნარ რაღაცნაირად წყნარდები დემონებს ვუშვებ. მე ხარ გეუბნები არ შეიგინო. მაღალია. უბრალოდ არ მომწონს. ერთი კიდე არ მომწონდა და მივატოვებინე. რა არ მოგწონდა? ახლა ამას ვერ ვიტყვი კაცი. შეყვარებული? არა. შეყვარებულა აქეთ მიმატოვავ კაცრავ. აი. ასეთი ამბავი და მე. ხო არ დარდო? არა. არის დარდო. კაი მე არის და. ვქმნიდი სიტუაციას რომ მივეტოვები. რეზო არ არ დარდო. ხო რა. შეო. შენ მიატოვებინე? რატომ მიატოვებ? მე ჩემი პრობლემები მაქვს. შენ არ ყავს შეყვარებული. ამასაც აქეთ მეც მიმატოვეს. რა? მეც მიმატოვეს. მართლა იმ რაღაცა პრობლემა მაქვს ორივე ზედა. იც ეს ორი რუსკა აბა შენ მაინც ხოწე ქალის თვალით შემოხედე მგონი რაღაც ძალიან სიმპათიურია. მგონი რაღაც პრობლემა გაქვს ორივე მიტოვებული ახალგაზრდა ვარ და ერთი შეხედვით აბა რამე წუნს და რეჯექტებულები. ჯერ ეს ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი რაც გაგაჩნიათ. პირადად ქალისთვის და ჩემთვის, აი მე რო ვიყო ახლა. ქარიზმა. ანუ ქარიზმა, იუმორი გაქვს, რაც არის უმთავრესი. ხო. არ ვიცი. და სიმპათიურები ხართ, ნახე იმას წვარე თვალები აქვს, შენ ყავისფერი. როდის სანუ გინახავ ყავისფერი თვალება ბიჭები. და უყულ ვარ. სანუ წვარე თვალები რატო? რაღაც აქედან წვარე თვალები. ის განათება ან წვარე თვალები გა. ხო, ლამაზი არ ვიცი. იცი რა მითხარი? ეხა ამ წორს რომ მოიპარსო საერთოდ ყბა გააქვს? არა, არ მოვიპარსო. ერთხელ მოუწია სამსახურის გამო წერის გაბართო და არ უეძმა კაცებად მე ვთქვი ვინა ეს უცხოა რა ჩემი ამხანა. ერთხელ შევიჭერი კიდე და თურქულად შემჭრეს. თურქულად რა? წვეტი გამიკეთეს. ესა? უწეროდ საშინელია. ბეკეკოსის კონდა. სადაშორის ჩვენ თხას გავხარ. ვისა? ჩვენ თხას. ოღონდ კარგი გაგებით რა თქმა უნდა. ხო, საყვარელია და იმიტომ ადარე ხიარულია ჩვენი თხა და სულ დაკონტროლშობს დახტის. და მაკვანში. ახლა უფრო. ამ ნაგავს ჩემი მასში ჩავიგდებ ჩანთაში არაა პრობლემა. ეს უკვე შენია. ხო. და ნაგავი ჩააგდო. აი, ამას არ დაგვალევინებ ახლა თუ ყველა მოიტანე. გარდა სამსახური გააქვს თუ წამოხვედი? სამსახური მივატოვეთ. პროფესიით ვინ ხართ? პროფესიით პროფესია არ მაქვს მე არანაირი, შენ უნდა თქვა. იმიტომ რომ მე ძალიან მინდოდა ცხოვრებაში არ მქონოდა არანაირი პროფესია, მაგრამ აუ, სიდრის დარევით რა ხო, მომიდა? ამას იმის თქვა მინდოდა მარიაჟე უბრალოდ. არა, კბილს ნუ იცი რა შემიძლია? კბილს ნუ მოიკვეთ. ეხა რომ აქცივდე. აბა მეორეც და ახლა თუ ამოიგდებ კბილს. მეც როსკას გავახსნებინე და იქნება ამჯერად მაინც მოხდეს კბილი. ამაზე უკეთესი ბუნიგი არ გამოვა. ძალიან გამიხარდება რომ კბილი მოინახა. სიდრი ჩემს სიცოცხლეში არ დამილებია. სულ ჩავიფიქრე. ფათაშორის ეს არის უგებრიელესი სიდრი. აქ რატოვის ხა? სამერსბი. ხო? და აუცილებლად უნდა დალიოთ ყინულებთან ერთად. სამერსბი. ხო. მე ბლუბერის შემხვდა. შენ ბლუბერი შეხვდა, მე ბლეკბერი შეხვდა, შენ რა შეხვდა? მე ვაშლი როგორც წესია, ბლეკბერის და ბლუბერის სიდრი მე არ გამიგია, სიდრი ვაშლისა. სარ მიყვარხარ მართ. ხო და აი ნახე. აუცილებლად ყინულებთან ერთად უნდა დავლიოთ. კი ბატონო. პირველად ვცვალ რუსკას გადაცემის წარმატებას ჩავიფიქრე. მე კიდე ჩავიფიქრებ თქვენი გადაცემის წარმატებას. ყინულებს ნუყრი. ყინულებს არ ყრის წყალს ვასხამ. კაი და მიუჭახუნოთ რა. ვიცი ამას ალექსანდრა მას მევდა. ახლა
აბა რამდენი პროცენტია 4 ნახევარი ზუსტად ის არის. ჭახუნ. გაგვიმარჯოს. გაუმარჯოს ჩვენს გადაცემას და რა ბაზარია სინახო მოგეჭამ ორჯერი. გამოუწერეთ რუსკას ჩვენი არხი. და თქვენ გამოიწერეთ რიბაკი ბიჭები. ჩვენ კომუნიზმს რო გადავაზიარებთ აუცილებლად. აბა რა მეც გაგიზიარებთ ყველა. ვიტყვით რომ უნდა გამოიწერონ რუსკას ახალი გადაცემა. რომელი უფრო ჭკვიანი ხართ, რომლის იდეები უფრო ამართლებს ხოლმე? ეგრევე ლაშა. რაში? ეგრევე ლაშაო. მე საერთოდ ძალიან მიყვარს რაღაცეების მოფიქრება რა. მე ვთვლი რომ დაბადებული ვარ სცენარისტად. ხა. უბრალოდ სცენარების წერა მეზარება ეხა, იმიტომ რომ ჩემი გადაცემისთვის არ მჭირდება ეს სცენარები და არ ვწერ ხოლმე რა. მაგრამ მირჩევნია რომ საერთოდ არ ვჩანდე ეკრანზე და ვიღაცეებს რაღაცეები მოვუფიქრო. ეს არის ჩემი ოცნება. მაგ ოცნების ასრულებაში რა გიშლის ხოლმე? იმიტომ ის რომ გერძარება წერა? არა, ის რომ 100%-ით ჩემს არხზე ვარ გადართული, უკვე ეხლა რა. ამ ბოლო დროს ისეთი ბევრი რაღაცები დაგვემთხვა, რომ საერთოდ ჩაგვივარდა არხი. რას ნიშნავს ჩაგივარდა? ნუ ცუდი რაღაცები დაგვემთხვა რა, იქ რაღაც პრობლემა, იქ ის და ვიდეოებს ვერ ხო და ცოტა მოვიღრუბლეთ და ვიდეოებს ვერ ვდებდით, მაგრამ ეხლა გამოვიწყინებთ ისე, ხო? ანუ ეხლა გამოვწყინების ეტაპი იწყება, კი, ამ თვიდან. დაიგეთ, რიბაკი ბიჭების კამბექი იდება. და ასე ვთქვათ, ექსკლუზიურად გავაჟღერეთ დაბაზარიაში, რომ რიბაკი ბიჭები ბრუნდებიან. საოცრებები წამოვა სრულიად ახალი კონტენტები და სასწაულები და თემზები რას ამბობენ? აი ამ ცისმელეს რო ამბობთ, იფიქრებთ, რომ ჩვენ ამას არ ვამბობთ. ჩვენ ეს არ გვიტყვანს, თემზები რას ფიქრობენ ეს ვთქვით. და სხვათა შორის საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს ფრაზა რაღაც ისეთია, რომ სასწაული და რაღაცა. ფაქტია, რომ ყველა მაიგიდა. მე უფრო სხვა ხუმრობები მომწონს, რომლებიც გვითქვავს რა. ეს ყველა ხო შემთხვევით ნათქვამია, დაწერილი არც ერთი არ იყო, რას ვთქვით, მაგრამ შემთხვევით ნათქვამია. ხო, თემზები რას ფიქრობენ, მომწონს ყველაზე ნაკლებად. ყველაზე ნაკლებად, ხო. ეს რაღაც ესეა ხოლმე, სხვათა შორის აი ვიღაცა ცნობილი ვარსკვლავის რაღაც სიმღერას რომ ღერის და მთელი სოფლიო რო აიტაცებს, ყველაზე ნაკლებად ეგ სიმღერა უყვართ ხოლმე. ყელში ამოსდით. რა თქვენიც, თქვენიც ეგრე ხართ რა, უკვე ძალიან სტარები. ჩვენც მსოფლიო ვარსკვლავები გამოვდექით. და აი, ეხლა მაინტერესებს ერთმანეთის რა თვისებები მოგწონთ. რა არ მოგწონთ გავიგე. რა თვისებები მოგწონთ? ავხსენით ერთმანეთის სიყვარული. შენ დაიწყე. რა თვისება მომწონს ლაშაში? ლაშაში რა თვისება მოგწონს ლაშაში? ჭკვიანი როა. კი. სიმპათიური როა. მასწავლებელი ხარ ძმარე, ეს მეუბნები. ჭკვიანი როა. ნიჭიერი როა. კი. სიმპათიური მგონი თვისება არა. თვისება არა, სიმპათიური. თვისებია. და რასაც სიტყვის მართალია ხოლმე. სწორი გამოდგება ხოლმე. ანუ ზოგადად რაც არ უნდა წარე იყოს, არ მიყვარს ტყუილის ხმა რა, სულ სიმართლეს ლაპარაკი. პირდაპირობა ყველაზე მაგარია. და ვიღაც რაღაცას რომ ეკითხება, რაც არ უნდა ეწყინოს, მაინც ვაჯახებ, რომ არა, ესეა. რეალობას თვალი გაუსწორე. ხო, ძალიან საოცრად კეთილი ადამიანი ხარ. მაინც სწორი მგონია რა. ეგრევე და ადრე არ შემეძლო, ეხა შევიცვალე ამ ბოლო დროს რა, ადრე ვერ ვუტეხავდი ვიღაცებს და რისი მოსმენაც უნდოდა რა, ადამიანებს ძირითადად იმას ვეუბნებოდი კითხვებზე რაღაცებს. მე სულ შემეძლო ეს. ხო, მორჩა ეს. ეგ იმის ბრალი ხო არ არის, აი ძალიან პოპულარულები გახდით და თქვენი ეგოც გამაღლდა და არა, მე სულ ასევე ვარ. ამბიციები არა, მე სხვათა შორის იძახი რა, რასაც არა, სხვათა შორის თამამად შემიძლია ის ვთქვა, რომ ზუსტად ისეთები ვართ, როგორებიც ვიყავით YouTube-ამდე რა. და ხალხმა ხო არ იცოდა რეალურად როგორები ვიყავით YouTube-ამდე და ეხა გონიათ რომ თავში აგვიარდა არა და შეიძლება ადრე ვქონდა თავში ავარდნილი რაღაცეები. შენ არ მოგწონს? კი რა, შენ მოგწონს, რას ვარ გადავეკიდე. მე ვთქვი უკვე რა მომწონს, ახლა ამის ჯერია. ხო და შენ რა მოგწონს? თლად გაამერიკელდი რა შენ. რა? თლად გაამერიკელდი. გაევროპელდი. ამერიკელებმა იციან ასე ფეხის მაგიდაზე და სკამზე დაწყობა. როგორ დავжда მითხარ და ისე როგორც კიდე იცედა. კიდე წამოვწვე? კიდე წამოგიგორდე თუ? მან ვერ დაეტევი. არა, კი, შენიერი. ერა, კაი გადაცემა. შენ თქვი ხა? რომელმა თქვით? მე ვთქვი უკვე რა მომწონს? მე უნდა ვთქვა რა მომწონს ლუკაში. რა მომწონს ლუკაში ის მომწონს რომ ძალიან სხარტი გონება აქვს რა. და სხარტი ეს მასწავლებელი ვიტყვი მე ეს. არა რეალურად. არა რეალურად არ გასწავლობდა სუხუთებზე? არა, სხარტ გონებაში რა ანუ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია რაღაც კარგის მოფიქრება წამებში რა. ერთი ეს მომწონს რომ კი სხარტია და მეორე ის მომწონს რომ რაღაცას ვიტყვი მეთანხმება. ეს არის ძალიან დიდი პლუსი, რომ რასაც ვამბობ, იმაში მეთანხმება. და სახში იციან, რასაც აკეთებთ, მოწონთ, გიყურებენ, გასაფორთებენ? კი. გასაფორთებენ და მოწონთ. სულ დედაჩემი და მამაჩემი სულ მალაიქებს ვიდეო. მეც აზიარებენ და ასეთი რაღაცეები.
ანუ მოწონთ თქვენ. კომენტარებსაც მოწონთ შეგუებულები არიან ახლა დაბადებიდან თუ ესეთები ხო, თან რატო არ უნდა მოწონდეთ ისედაც სულს რას ვაკეთებ? სულს არა, გენიალურს აკეთებთ მე თუ. ანუ ხანდახან არის ისეთი ვიდეოები ვდებთ, რომ ხო ხტი ხანდახან უწმაწურ სიტყვაზე ხალხი ისე რეაგირებს, რომ და დაგესევიან და ეს რა თქვი, ის რა თქვი, მაგრამ მე სწორად ვთვლი ყველაფერს. მე მგონია რომ YouTube-ი თავისუფალი სივრცეა და როდესაც მე ვთვლი რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ ამ მხრივ, იმიტომ რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც შემხვდა და მითხრა რომ შეისეთო, შეასეთო ამას ის. შეასეთო. არ არსებობს ესეთი აი, ადამიანი. იცი რა ბაიდე, აი როგორი უნდა იყოს გოგო? რა თვისებები უნდა ქონდეს? ვიზუალურადაც ისეც, ასეც, რომ თქვენ მოგეწონოთ. შენც მითხრა და შენც მითხრა. ოღონდ არ დაიწყოთ ახლა ლამაზი ჭკვიანი და არა, პირველ ხო, ისე ჭკვიანზე გამახსენდა, ჭკვიანი რო არ დავიწყო, არ შემიძლია, იმიტომ რომ გოგოს თუ ჭკუ არ აქვს, რაც უნდა ლამაზი იყოს, უბრალოდ ძალიან სისულელებს ლაპარაკობს, უბრალოდ შანსი არ მოვეწონს. აი, სისულელებს ლაპარაკობს, საყვარელია და საყვარელს ლაპარაკობს ამ სისულელებს. მე რა, მაინც ამოილება ეს საყვარლობები და მე დარჩება მაინც და მაინც მარტო სისულელები და მარტო სისულელები. ჭკვიანი გოგოები გინდათ ორივეს? ჭკვიანი. რატო ყველაფერი ჭკვიანი უნდა გინდოდეს? არა, ჭკვიანი ერთ-ერთი რატომ უნდა გინდოდეს ვინმე დებილთან ურთიერთობა? უნდა კონდეს, ხო? რა? რატომ უნდა გინდოდეს ვინმე დებილთან ურთიერთობა? ხო, ისედაც. მაგას არ გეუბნებით, მაგრამ ნუ აი, არ არის ხარ დაფრინავს სადღაც ვარსკვლავებში და არ არის ვარსკვლავებში მეც არ დავფრინავ. წარმოიდგინე ისეთ მამაკაცთან გაქვს ურთიერთობა, რომელიც ვერაფერში ვერ მოყვება. ხო. და იქნებ მოყვება ეს გოგო, იუმორშიც მოყვება, შენს ხუმრობებზე ციცინი. მაშინ კი ყველაფერი მაგრამ უსტერია ცოტა. ჭკვიანია. ჭკვიანი რატოა? მაშინ არ ვიცი. ნაკითხა, ანუ თქვა აი, გაგინდა რომ გვათქმე მინო ეს გითხარი პირდაპირ და ვიტყვით იმას. არა, საერთოდ მე კითხვებს გისვამ და თქვენ რაც გინდათ ის ნომიპასუხოთ. როგორ გიპასუხით და არა? ეს სუჩხუბობს, ხო? კი. სუჩხუბობს, ხო? ესეთია ეს. წინასწარ ხას მე და ბალიში გიტირია? ბახში? ბალიში. ბალიში? აი ბალიში ჩაგირგავს თავი. არ გიტირია არაცა. წვერში გავხოლ მე ესე, აკეთე. წვერში მისუნქია. მე მიტირია. შენ გიტირია? რატო? მე ვიტყვი ხერ. კაი, მითხარი შეხო ყველაფერს დახიტივ და. ცხელი არ ცხელია. მედი ერთით გადაკარი და მეთქვი. ამას დავცლი გავთამამდები და მე ეს თან ალკოჰოლურია. იმას ცოტა მანიაკის გამოხედვა აქვს. ამას შეხედე. ვერ ვიკავებ. გაიხედე კამერაში. გაიხედე მანიაკის თვალები. რას ვერ იკავებ? სხვადასხვა მანიაკის გავხსენ გამოხედვა. დოსტოევსკის. სხვათა შორის ხო? ვის? დოსტოევსკის გავ. თმით. ისიც მანიაკი იყო. და წვერი. თმის სვენილი თმით უბრალოდ. გაიხედე კამერაში. და რა იქნება? ჩიტი გამოფრინდება? გაუცენი. გაგიმაჯოს პატარა. ხო, გოგოზე რა ვთქვით მარტო. გოგოზე რა ვთქვით? ჭკვიანი უნდა იყოს და ლამაზი უნდა იყოს, სექსუალური უნდა იყოს. სექსუალურები ხართ? გოგო. რა გინდა? გოგო უნდა იყოს. გოგო უნდა იყოს. დათურა ეს მეგონი. თურალი. შენ ხომ გკითხე გოგო როგორი უნდა იყოს რომ მოგეწონოსო. ხო, სექსუალური უნდა იყოს. ჭკვიანი ამასთანავე სექსუალური და ქარიზმატული. ქარიზმატული, კი. ქარიზმატული. ქარიზმატული და ნაკითხიც სასურველია. ნაკითხე. თქვენ ნაკითხები ხართ? გიჟი. ვერ დავიჩემებ ნაკითხი რომ არ, იმიტომ რომ სულ ერთნაირად არ უნდა იქცეოდეს სტატუს ადამიანი როდის იგებს, აი რამდენი მაგრამ ლენჩობებს უნდა აკეთებდეს ეს უფრო აუცილებლად. ანუ სულელი როა და სულელობას რო გააკეთებს ეს არაფერი არა და ჭკვიანი როა და სულელობას რო გააკეთებს ეს უკვე არის. მე რა მაინტერესებს ადამიანი ნაკითხად როდის იკვლევა 100 წიგნი თუ მაგ წაკითხული ნაკითხი ვარ 100 წიგნის ნაკითხი არა ხო? არ ვიცი. კი რატო არა 100 წიგნის ნაკითხი ხარ ძმა თავიდან აკლია ეგ პატარა და 1-2 სიტყვა 100 წიგნი აკლია გალა ჭკვიანი ადამიანი არ ნიშნავს ჭკვიანი სხვა და ნაკითხი სხვა არის არა შენ ნაკითხი მკითხე ხო და ეხლა ნაკითხი უნდა იყოსო გოგოზე მითხარი და შენ თვითონ ნაკითხი ხარ და შენთვის რას ნიშნავს ნაკითხი გოგო და შენთვის ვიკითხე რამდენიც გინდა ას თუ ვერ გამოვიდა იგიდან რა ბიჭო მომეწყობები არაფერი რატო არ მოწონს რასაც გეუბნება კამერა სანამ ჩაიწოვა და მანამდე დაიწყო უკვე მეორე შენ უნდა გაბულინგო და იმის მერე ჭხუბობს თვითონ თქვა რომ ნაკითხი გოგო უნდა იყოსო და მე დავს შეკითხვა ნაკითხი რას ნიშნავს შენ თვითონ რამამდენად ნაკითხი ხარ მე ნაკითხი ვარ სხვათა შორის და შენ თვალებში გეტყობა მაგიტომაც გავიკეთე ეს სათვალე ამ ბოლო დროს იმიტომ რომ ამტკივდა თვალები მართლა და ძალიან გიხდება რას კითხულობი ზით რო გითხრა რა გითხრა რას კითხულობის გითხარიო და ყველაზე უხერხულ სიტუაციაში რა შემოხდა რა მორბენას მე მიყვარს უხერხული სიტუაციების შექმნა სხვათა შორის
ანუ რას ნიშნავს ეს? საკუთარი თავისთვის თუ სხვისთვის? სხვისთვის რა თქმა უნდა, გასა. მე ვერ მაგდებ ჯერჯერობით უხერხულ სიტუაციაში. არ ვცდილობ ალბათ. რატო? საკმარისად. არ ინდომე. შეცადე, კაცო. არ ვინდომებ, ხო? ინდომე, რატო არ ინდომებ? რა? თვალებში რატო არ მიყურებ? კი თუ ყურებდი სხვა? წაღან ხომ მიყურებდი თვალებში, ეხლა რაღაცო აღარ მიყურებ. ვერ გიყურებს. ვერ გისწორებ რა. იქით რაბინიზის და მიმიზი გაიმონ. ბადგოს. ეს იცი ვინ არის? ია ფარულავას ხვარი. ბატპატია ლაი. გიტარისტი. რავ? იყოს ვინც უნდა ის კაცო. მივესალმებით ბატონ ტარიელ სუარს. გამარჯობა. გამარჯობა. და კარგად გამოიყურებით. აქედან შემოხდები. რა, კაცი შემოჩნია. აი, აქედან დაზუმე, გადაუღე. ხედავ, შენმა ენაგრძელებამ რა მოგიტანა. სუდი არაფერი არ მეთქოს, მე რაბინი. მოკლედ, დიახ. ესეთი ამბავია რა, სანამ თამაშობთ რაღაც რაო. უხერხულ სიტუაციაზე შეგიქმენი ხო უხერხული სიტუაცია? არა, რა, კაცო. არ შეგიქმენი? შეგეკეთე. არა და შეეშინდა ერთი პერიოდი გაიბუს. თუ იცი რატო შემეშინდა? რატო? გეუბნები, შენ მე ვერ შემიქმნი. კარგი, ვერ მეტყვით უხერხულ სიტუაციას, რომელშიც მომხვდარ ხართ ორივე? ხერხულ სიტუაციაში სად? აი, რო გინდოდეს, რომ აი, მართლა მიწარო გინდა გაგისწრებს. ბევრ ხერხულ, ან ასეთში არ ყოფილვარ. არ ყოფილხარ? ბევრში ყოფილვარ, მაგრამ ისე არა, რომ ეხადა. იხსენებ? იხსენებ ეხადა. იხსენე. არ მახსენდება სხვათა შორის. ვერ გაიხსენეთ? ერთხელ სიმართლე თქვი და არ დამიჯერეს. სიმართლე თქვი და არ დაგიჯერე, რა თქვი? მე ავაფეთქე მეთქი. რა აფეთქე? ბომბი. რა ბომბი ავაფეთქე სკოლაში. სად? ბომბი აფეთქე სკოლაში? და თქვი რომ მე ვიყავიო და არ დაგიჯერა ეს? აი ბეჭდი. შეგვიყვანეს იმდენად კაი სახელი გქონდა მასწავლებლებთან რომ შენ არ იზავდიო გაშინებსო ის სხვაო და ის გაშინებთო შენზე თქვა? არა სხვა და ის გააგდეს სკოლიდან. და შენ დირექტორმა უთხრა შენ რო გადმოგიყვანია სკოლაში მაგაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში არ დამიშვია. არა და აღიარა მე ავაფეთქეო მაგრამ არ დაუჯერეს. მე ვარ ეს ეტყობა ტერორისტი. საკმარისად კარგად ვერ აღიარა, ეტყობა რაღაც თვალებში მაინც გააპარე ის ეშმაკობა რა. მე არტისტი ვარ, სხვათა შორის შენერი მსახიობი კი არა ვარ. ანუ რა ხარ? კარგი არტისტი ხარ? მე ცუდი ეს არტისტი ვარ. ყველა მიწის აბა ამდენი ხალხი შენ სანახავ კი არ მოსულა. სხვათა შორის მართალია. მართალია კი, მაგაზე. ვერ დამაკრინებ, მართალია, შენ გამო მოვიდა ეს ამდენი ხალხი და შენ გამო. მართლა გეუბნები. ეს იბრალებს არტისტობას, თორე არტისტი არა. გადაცემებში იხვეწება არტისტი დამიძახეთ. ასე მომწონს. არტისტები ხარ. არტისტები ხარ. ჩემი აზრით მართლა. შეგიძლია რომ არტისტი დამიძახო? აი, ნახე რა მაინტერესებს. აი, არა, უკაცრიელ არა. კურსზე იმაშია. აღმოჩნდეთ ერთ უკაცრიელ ან უკაცრიელ კუნძულზე მე მინდა სხვათა შორის მაცადე შეგიძლია წავიდე და იქ ის. პირდაპირ. უკაცრიელ კუნძულზე რომ აღმოჩნდეთ ორივე ერთ ადამიანთან, ერთ ცნობილ ტიპთან. ვინ იქნება ეგ ადამიანი? ვისთან ერთად აღმოჩენას ვისურვებდით. აი ეს გინდა შენ რო კითხო. უკაცრიელ კუნძულზე აუცილებლად უნდა წაიყვანო ძლიერი ვინმე რომ გადარჩენაში დაგეხმაროს. ედ სტაფორდი. მაგრამ ამავდროულად უნდა სტაფორდი. იყოს მდედრობითი. ხო. ერთია. ერთი მე წავიყვანდი ვის? ერთი მდედრობითი ორივე ზათ მინდა. თითო არა, ხო, ერთი. შენ სხვა კუნძულზე აი, თვითონ მივიხარ. შენი წაიყვანე, შენი წაიყვანე, ერთი ცნობილი მითხარი. ხალი? ვინც გინდა ადამიანო, კაცი იყოს თუ კაცები იმ გინდა? კუნძულზე უნდა გამოვაღწიო აქეთ მე? არა, მომისმინე, ჩათრეული ხარ იმ კუნძულზე? ცნობილ ადამიანთან ერთად. არ ვცდილობ გაქცევას. არა, ნუ ეხლა შენი ოცნების ადამიანთან ერთად მოხდი კუნძულზე და გაქცევაზე ვფიქრობ უკვე. რატომ მიშლი ნერვებს უკვე? არა, ოცნების აი შენ ადამიანი. მითხარი. ეს მანიაკია მართლა. მე წავიყვანდი კუნძულზე მისტერ ბისტს წავიყვანდი. მისტერ ბისტს? კი, მამაკაც YouTube-ს მისტერ ბისტს. ო, მაგაც იყო მეც ვიტყვი. არა, ეგ არ მევასება საერთოდ, მაგრამ სოფლიოში ალბათ ყველაზე ცნობილი YouTuber-ია და კუნძულზე არავინ არ დატოვებდა და მე მე ედ სტაფორდს წავიყვანდი, მაშინ კაცი თუ შეიძლება. ის? ედ სტაფორდი. ის არის გადარჩენის მასტერი. კაცები მიყავთ კუნძულზე, წარმოიდგინე, კუნძულზე მიდიან. გამოღწევა მინდა კაცო იქიდან. და გადარჩენა მინდა. ცოტას მეც მივეხმარებოდი და ცოტას თვითონ რაღაც რაღაცა საოცარ კუნძულზე წარმოიდგინეთ ხალხო, აი ოქროსფერი ქვიშა და ბანანები და ანანასები და კარგი, მაშინ სხვა კოკოსები და სეტყვი. მიყავს მუსიკები მიყავს. ფლი, დიდი პასუხი, ხნით. მოსკა, პასუხი. გამოცვალე, ხო. პასუხი კუნძულზე წავიყვანდი მილა იოვოვიჩს. აუ, გადასარე. ოღონდ მილა იოვოვიჩის პრაიმს. აი პრაიმში რო იყო მაგდროინდელ პრაიმში, მაგ პერიოდის. ხო, იმიტომ რომ მაშინ ძლიერიც იყო. და ძალიან ლამაზი. ხო. ქვიანიც იყო. ლამაზიც იყო. ქვიანიც იყო. ქვიანი, ხო. ხოც უყვარდა შენ? კი. მეც უნდა შევცვალო ხომ?
თუ გინდა არ შეცვალ არა, შენ დაიტოვე მამაკაცი, არა, პრობლემა. მე გამოღწევას ვაპირებ 21 საუკუნეა და ესეთი რაღაცები აღარ. მერტე როგორ მიყვარს ორი. კარგი, შენ სანამ ვიფიქრებ, მე ბაზარის ამბებს მოვყვები, შეიძლება? არ მოვიფიქრებ, კაცო, რა თქმა უნდა. ცნობილი უნდა წავიყვანო, მაგრამ რა ცნობილი მინდა რომ წავიყვანოდა. წაიყვან. ანუ უბრალოდ ეგეთ შეკითხვა, რომ ცნობილ ადამიანსაც წაიყვანო. გასაგებია, სულელური შეკითხვების ოჯახი წაიყვანე. აქ სულელური შეკითხვების დასასრულად ვარ მე და თქვენ სულელურ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ხარ მოსული. და ხوار გავიწყდება თხარო დამიძახეთ, ხავარ. ხა კარგია. მე. ხა კარგია. როგორც თხა მისე დაგისვა შეკითხები. საინტერესო კითხვა იქნებოდა რომელიც ყოველს შეადარებდით ერთმანეთს. ეკიმთან. ორნალობს რაღაც ბალახი ჭამა რა და მოიწამლა ცოტა და არ საწევი გვიჭამია დედას. ორი ქოთანი, არა. შეჭამე. გამორიცხულია, არა. არავის არ ვაჭმევთ მაგ თხას მართლა. გამორიცხულია. გაყინეთ აბა. ანუ იმისთვის ხوار ვიყიდით რო გვეჭამა რა ხორცს ვიყიდით. რო გარდაიცვალოთ? რო გარდაიცვალოს? დავკრძალავთ. რატომ არ გარდაიცვალა? აი. რომ ყველანი მოუკვდებით ოდესღაც და თხაც ალბათ ჩაგაგდებათ ერთად. რა გითხრა ვერ გავ. ლინჩი აბხელა კაცი. თუ აღდგება მეთქი აცი თორე გარდაცვით ვეღარ გარდაიცვალება. კაი, ბაზარის ამბებზე მინდა დავილაპარაკო. ბაზარი? ხო, ჩემი ბაზარის ამბებზე მინდა დავილაპარაკო, რაც აქ ხდება. და მე გადავიდეთ ფოტოშორის მომწონს და აუცილებლად მალე იქნება უფრო წარმატებული ვიდრე არის. ჩემი აზრით. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი აზრით ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია. და ძლივს რაღაცა კარგი ამოღერღა ლუკამ. წამომწდა. შემთხვევით წამოწდა. ამომხდა სული მის კებადიდებაში და ძლივს რაცხა ერთი მომიგდო. მადლობელი ვარ ამაზეც. მაგრამ იმაზე უფრო მეტად მადლობელი ვარ რომ აქ ჩამოხვედი და რაც გინდა ის მითხარ. აი მათ გაჩვენდი ერთ წამი. მოკლედ მეგობრებო, ბაზრის საქველმოქმედო ღონისძიებაზე უნდა მოგიყვეთ. 8 იმისამდე შეგიძლიათ მოხვიდეთ ბაზარში და გამოიყოლოთ წიგნები. ჩამოდით, ჩამოიტანეთ ფოთიდან წიგნები. დატოვოთ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოგროვილ წიგნებს ამ დატოვებთ. ბაზარი ერთ წამი თავიდან რომ დავიწყო შეიძლება. ლაივს რას უზამ თორე? მოკლედ მეგობრებო, თქვენი მსახიობი და აი ტექსტებს ვერ მოგროვილ წიგნებს დატოვებთ. მაცადე სასპონსოროა. დაზეპირები და დეიზეპირეზე. არა, არ ვიზეპირებ ჩვენ აქ იმაზე. ამა ეს არ მოვიწვიოთ სტუმრიანი დუპლიკატი გადაწყვეტ. მოკლედ მეგობრებო, ბაზრის საქველმოქმედო ღონისძიებაზე უნდა მოგიყვეთ. 8 ივნისამდე შეგიძლიათ მოხვიდეთ ბაზარში და გამოიყოლოთ წიგნები, დატოვოთ სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში მოგროვილ წიგნებს. ბაზარი და ღონისძიების ამბასადორი გიორგი კეკელიძე რეგიონების ბიბლიოთეკაში გადასცემენ 30-31 ივნის ბაზარში ვინტაჟ fashion market-ით გაიმართება, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ნივთს და სამოს ნახავთ. ამისათვის უნდა მოხვიდეთ ბაზარში, მოიტანოთ წიგნები, ვინტაჟურ კასათმელი შეიძინოთ და მოკლედ ძალიან მაგარი პონტებია აქ სულ. და მერჩი მაქვს კიდე ბაზრის ძალიან მაგარი. რაიო? მერჩი. რაიო? მერჩი. ნახე რა ლამაზია მართლა. ნახე რა ლამაზია. ბაზარი აწერია და ჩანთა არის ძალიან ხარისხიანი მერჩი რა. მართლა საბაზრო ჩანთა? საბაზრო ჩანთა. აი. მუცელი. მიყვარს. ეხლა უნდა გავერთოთ თქვენზე. არა, პრობლემა. მაქსიმალურში. დავიწყოთ. დავიწყ. მახველებს და ჩიხოტგა. სიტყვები უნდა აუხსნათ ერთმანეთს, საგნის თუ ხმის და მოქმედების მიხედვით რა. აჰა. ხმის მიხედვით? ერთმანეთს. უკაცრავად ხმის მიხედვით? ანუ ხმა შეგიძლია გამოსცე რა. ხმას თუ გამოვიცი გერებს ვიტყვი და პირდაპირ იმ სიტყვას. არა, ხმა უნდა გამოსცე, რასაც აკეთებს ეს სიტყვა. ან საგანი, ან ცხოველი, ან რაღაცა ხვდები? კი ბატონო. გასაგებია. ჟღერს. ნუ გავურთულე. მაგალითად აი გრიგოლიასთან გადაიწვევდა. ფანტასტიკად გავაკეთეთ. გადავწვათ. მე ისა ლაშამ ეხა თვალები დახოჭოს და ლუკამ დაიწვა. დახოჭოს თვალები? ლაშამ დახოჭოს თვალები. მე მოვიხსნი სათვალე და ვერ ვნახავ. არა. არა დახოჭო, ესე ვიდა. არ შეხედო რა. არა, არ ჩანს მართლა. всё? აბა როგორი ხმა აქ ამ რაღაცას? მოვიხსნა? ხმა მოქმედებით რა უხსნა? ხმით. კიდე? კიდე? ეს ერთი აქტიურად ეს მეორდება, არის. ხო? ხო. ზღვის ხმა ხო არ არის? კი. არა. ზღვის ხმა არა, არის. თუ კი. ზღვარი, მაგრამ რა არის? ალღა მაშინ. ალღა. ალღის კი, ხმა. ყოჩა, ხაი ჭკვიანი ბიჭი. ეხა შენ ჩვენ დახოჭო. ზღვისპირა ქალაქიდან ვართ და გავახირო? აქტივია ეს.
დავახილო? კი. всё. აფცუ. არის. აუ რა ეს გამოვიცნო ახლა. აფცუ. დაცემინება. ოჩახ როგორ გადახუჭე ხა შენ თვალი. ასე ვიზ. აი ძალიან კარგად გამოგივა წესი. აი მიდი. აი всё, ჩაწიე. გაგე. ბუდელნი კი მირეკა. მამლის ხმა? ეს მამალი რიზი იყო. ინდაური აუ მაპატე. დახუჭე. ინდაური. ინდოუტკა. ორივე დახუჭა თვალი. ტიმა შენი ის მაწაიკი. მე ვარ ხა? არა პრობლემა. всё? მოიცა. მოვიხსნა? მოვიხსნა? კი. დედალი მგელი? რა? მანქანის კარგად ტორმოზი? შეგიძლია კარგად. მაიცა უნდა ნიჭიერი მივამგავსო. კაცი ხარ ძალიან. უფრო დარწმუნებული ვარ ახლოსაც არ იყო ეს, ხო? აბა გავიწე. აბა ესე წვრილ ხმას ვერ უშვებ პირიდან. წვრილხმიანი რომ მოვიდეს ვინმე. ლაპარაკობ ხმა ამოუში. კაი, კიდე რამე სხვა აი მაშინ მოქმედება აქვს. ასე მოქმედებაც ხო შემიძლია დავახმარო. ხმა ამოუშვი ხა? ხენი? ხმა ამოუშვი. ჩაიდან. ჩაიდან. მაინც დუღარე რო თქვა კიდე კაი ისეთ სიმწყლიანი ჯაინი რო დახუჭეთ რომელი ხუჭა? ეს ხუჭა. არა როგორ ახლა ხუჭა. არა პრობლემა. სო? მოიცა. რა ვიცი მიდი გაახილე. შენ მოქმედებას დაახმარე იქ კი, გაგი. დაახმარე მოხდა. მოტოციკლი? მოტოციკლით რაღაცა ხელი არა. მარტო პი. მარტივი აგრე ხელი არა. ერი მარტო. ზრავის ხმა მოტოციკლის. ხაჩა. მართლა? კი. დაქოქვა იყო კონკრეტულად მოტოციკლის. საოცარი პრიზი გელოდება თუ მოტოციკლის გამოიწო. დაქოქვა იყო. ყველაფერს. არ იქ. ჯერჯერობით ყველაფერი გამოვიცანით კი. ძალიან. ამდენი ხანი რატო უნდება თქვენი მოყოლე კარგად მომისმინე ეს არის უმარტივესი. კი გაზეგები კარგად გააკეთე. სიცილი რა არის რა? ცოტა რთულები რუსკა რთულები. დაუხილე მე, კაი დახუჭე. კონკრეტული მანქანის ნაწილის ხმა შეგეძლო და გეწერა. სო? კი всё არ მინახავს არ დედას არ წავ. ვერ ხედავ. მანქანის ჩაწვილების ხმა? არა, რა ქვია მაგას? გასწრების ხმა? რა ქვია მაგას? კარგად ახსენი. ფორმულა 1-ის ბოლიდის ხმა? რა ქვია მაგას? სიჩქარეებში გადართვის ხმა? ჩაწვილება? სად ხდება ეს რბოლა. ო, ეგ არის. რბოლა. კი. ცოტა მახმარე დარჩა. პატარა მაგრამ შენ დახუჭე აბა. არა პრობლემა. მიდი გადა. მოძრაობითაც შემიძლია გავაკეთო. ხმა. მოძრაობა და ხმა? არა, ხმა. მარტო ხმა? კი. ხო გინდა დართულები? გავაკეთე არა, მოძრაობა. მარტო ხმა. აბა შეეული. შეეულითო? რა ეს აქამდე მენახა მაგ რა ნახე? მიდი ახსენი მიდი ამში არ გიყურებ რომ ის ხმა ბოლომდე შევიგრძნო მიდი გამოიხედე სად? ეს იყო? ეს იყო? არა. მიდი. ცოტას მივახმარ. კაი, მიახმარე, მიყვარხარ ძალიან და გაფმასკელი. არ მიახმარო ისე გეტყვი კაი. კიდე გაიმნახე მივახმარო და არ მიახმარა. არა მივახმარ. ინდური ფილმი? ოღონდ შემოხედე გუდუ. არის მიხურო. ხო? კაი კაცი. ემი ჭკვიანი. კაი, შემდეგ ვინ არის? რაღაც ძალიან ხშირად ეფერებით ერთმანეთს. იმიტომ გვიყვარს აი, ერთმანეთი. დახუჭე, რომელი ხუჭა? ჩვენ ეს ხუმრობები არა, არწნის, შენ რაც არ ირად ვიყავ. ეფერები, გეები ხوار. მე გამოვიცანი ახლა ეს ხუჭავს გაქცევ. მე ხუჭა, ხო? ასე დავიმალე. აკეთე მი. всё სო? იო. ეს რა თქმა უნდა ვირი. აი. ეხლა ცოტა რთულები.
მოიცა ჯერ საჩუქარი მომწეს და მე რა უსრა. ერთ მეორე თამაშიც მაქვს ერთი. ანუ აუ რუსკა შარაფში ვარ. გაგვიმარჯო, შემოპატარა. გაგვიმარჯოს. მარტო თქვენ თუ მე შეიძლება მეგობრებო, თქვენ გაგიმარჯოთ ყველა. აი ესეთი გარკვეულ და გლოვა არის ბაზარში, რა ბაზარია ლაივზე. მოკლედ, ეხლა ამ თამაშის თავარი წესი არის ის, რომ აბსოლუტურად რაც არ უნდა კითხოთ, სწრაფად უნდა მიპასუხოთ. არ უნდა დაფიქრდეთ. ტაიმერს თავს ჩემი ის არა ქვია, პროდიუსერი და როგორც კი ტაიმერს გადახვალთ, საჩუქარი აღარ გეკუთვნით. და კაი საჩუქარი მაქვს კიდე, ვერ გავიგე, რა ტაიმერს გადახვალთ რას ქვია? ანაჩენი არა ამის საჩუქრებია. ანუ რაც მოგდით თავში იძახი. სახელებით განეკითხვაზე ერთი და იგივე პასუხი რომ მომივიდეს? ეს მომივიდა და რა? იძახებ. კი ბატონო. კარგი, ჭიქა. ანუ ჭკვიანი არ გამოდიხარ და პრეტენზი გაქვს რომ ჭკვიანი ხარ. ანუ ჭკვიანი და სმარტი ვერ გამოდიხარ, ძმა. გამოდიხარ მანქანა პატარა. სტრაფი ვერ გამოვდივარ. სმარტ. სტრაფი ვერ გამოვდივარ. არ მინდა მე. კარგი, მომისმენთ. სახელებით გადმოვდივარ და მარტო ის პასუხი. მობილის ჯობს სიჩქარეს აკებულსა. ანაგდეთ. ხო, ამას სხვათა შორის ვეფხის ტყაოსნის სწავლა უნდა ზეპირად და მე მეგულად ვიცი ვეფხის ტყაოსნის სტროფი. აბა, აბა. რამდენად სწორად მახსოვს არ ვიცი. თქვა. შეაფასებს ის ჯოა გიროჩრო სტევან კარაპეტიშ დიდ მინჯექ ჩქიმის ცირათიშ მუმაგდორი ნეხელწიფეკ. ასინ თორა სინკია და მუჭერ ჟაში ჩორიებ. მორთი ძირით ირიკო ჩქშორდო ხოლოშიანებ. ყოჩა. არასწორად თქვი ყველაფერი. ყოჩი გავიგე და სწორი იყო, მაგრამ დანარჩენი ძღაბი გავიგე კიდე და მაგით სწორი იყო. ზოჯუა გინოშ როსტევან. ზოჯუა? ხო. ზოჯუაც კარგია. როსტევან. კარგი. როსტევანი ისედაც როსტევანა იქ. დიახ. პირველი ძალიან ძათხარ. კი. ლაშა, შენი ყველაზე სწრაფი ფობიაა. ფობია? ხო. ობობები, სიმაღლე და სიდაბლე. ლუკა, როცა პატარა იყავ, შენ ყველაზე საყვარელი სათამაშო იყო? დათუნია. ლაშა, შენი ფარული ნიჭია. ჩემი ფარული ნიჭია სიმღერა. ლუკა, ყველაზე მეტად გეშინია? სიმაღლის. ლაშა, ყველაზე უცნაური და усარგებლო ნივთი რაც გიყიდია არის? სტაბილიზატორი. ლუკა, კერძი, რომელსაც არასოდეს გასინჯავ არის? როგორ კერძი, რომელსაც არასოდეს გასინჯავ? ჩორბა. ლაშა, ყველაზე იდიოტური ჭხუბი, რომელშიც მოხვედრილ ხარ იყო? სკოლაში. ლუკა, ბავშვობაში შენს ოთახში გაკრული პოსტერები და ყველაზე კრინჯი იყო? არ მქონდა კრინჯი პოსტერები. ლაშა, ყველაზე დისისულელი რაც გითხოვს იყო? იყო რომ ჩემ ოთახში და ნაკითხივა. ლუკა, პირველი ნივთი რომელიც შენი ფულით იყიდა იყო? სათვალე. ლაშა, მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ კერძს რო ჭამდე რა იქნებოდა ეს? ხაჭაპური. მეც. ლუკა, საუკეთესო საჩუქარი რომელიც მიგიღია იყო? საჩუქარი? მაისური. კერძი ხარ საჩუქარი მაისური. კაი, გაჩერდი. გული გაგვიწვა. გული გამიწვეთ თქვენ. მოჩა? ჩემო ბასასუნებო. ამიტომ მე თქვენ ვერ გაგიშვებთ საოცარი საჩუქრის გარეშე. ზად არის? შემოიტანეთ ჩვენი საჩუქარი სტუდიაში. ყველაზე ამის მერე რო ყოფილიყო ესე კითხვა ამას ვიტყოდ. უღრმესი მადლობა. მადლობა ჩემო გოგო, დიდი მადლობა. ეს არის ფანტასტიკური ყვავილები. ფანტასტიკურია ნამდვილად. გვეკაიფებიან შეყვარებული დამშავდაკო და ყვავილები და ხალხ უჩუქებია თქვენთვის ყვავილები თან ესეთი? არასდროს ჩემს სიცოცხლეს. პირველად მაჩუქეს ყვავილი სხვათა შორის. კაც? კაც მithumetes არ უჩუქებია. უამრავჯერ. სოლიკი ჩუქნი ქალებსა ჩუქებს. და ყვავილებს, ო, ყვავილები ჩუქება. ყვავილები ჩუქება. ხა ნახე რა სილამაზის ყვავილები. ყვავილი არ მიჩუქებია. ხო? ეკევა ჩუქე დედაჩემს დედის დღეზე ყვავილები მხოლოდ. ძალიან გიხდებათ ყვავილები. მადლობა. და ძალიან უხდებით ყველაფერს, რასაც აკეთებ. ას მაგათ მადლიერი ვარ, რომ დღეს ჩამოხვედით რა ბაზარიას გამო და დღესვე მიდიხართ. კეროდა. მადლობა რომ ჩამოხვედით. აღოთ მართლა ძალიან გულწრფელი მადლობა, ძალიან მიყვარხართ. აი ესეთი ბიჭები არიან, რიბაკი ბიჭები. ისინი ბრუნდებიან YouTube სივრცეს და ექსკლუზივი გააჟღერეს რა ბაზარიაში. დაბრუნდებიან თან ისეთი ფურორით დაბრუნდებიან. ანუ ცოტა ფრთხილად იყავი. და ის მაინც მოწყენილი სახით ზის. უკა მაინც მოწყენილია. უკა მეტყობას ბოლომდე კარგად ვერ დამოუკიდებელი. ბატონო. და მეგობრებო, მესხმინ ერთი მადლობა რო გითხრა რუსკა. ხო შეიძლება კამერაში რომ ორი უთხარი და ჩემაგივრადაც. და მეგობრებო, ძალიან ორ დიდ მადლობას გეუბნებით. ერთი ჩემი სახელით, ერთი ლუკას სახელით. რუსკას რა ბაზარიას ძალიან მოგვეწონა ყველაფერი, გვიყვარს რუსკა და წარმატებები და თქვენს მიყვარხართ და კიდე გვინდა.
დაჩიჩებ. და სარანგე მეგობრებო. რაო? სარანგე ეს გულს აკეთებ და სარანგეს ეგ იცი რა? კორეულად. ეს კი არ არის მარტო გული, იცი რა არის? ორტებია ეს მეორე კიდე. არა, ეს მთლიანად გულია, მარტო ეს კი არ არის, ეს არის. ეს ძარღვია. მოგეთ, მადლობა რომ გვიყურეთ. ხვალ YouTube-ზე დაიდება ჩვენი რა ბაზარია, დაასაბსკრაიბებთ, გამოგვიწერეთ ჩვენი რიბერკი ვიდეოებსაც შეეგებეთ, უბრუნდებიან YouTube-ს. როგორი ამის ესთეთიური გაჭერა? როგორც გაგიხარდა? თუნდაც თავზე დაილაგე.